საინტერესებს, ალბათ მაყურებელსაც საინტერესებს, როგორ ხდება? ალბათ იცვლება ხო ყველა ვარიანტი, რომ არა, არ იცლება, არამედ ხდება ხო? მოდი ეს ვიდი ესეთია, რომ ყოველთვის კაპიტულაცია თავდება საბოლოოდ, ნებისმიერ დროზე სამის თანამოწინააღმდეგესთან გაქვს საქმე. მაგრამ თავარი არის, რომ სანამ კაპიტულაცია დასრულდება, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა მაქსიმალური დოზით ჩაერევა, უნდა გააფრთხებული წინააღმდეგობებით ისეთი წინააღმდეგობა უნდა უჩვენო მოწინააღმდეგეს, მაქსიმალურად რომ შეანელო შეტევის ტემპები მოწინააღმდეგეს, არ მოხდეს სწრაფად დაკავება, რა თქმა ამ პერიოდში მოსახლეობის დახიზვა, მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა, სტრატეგიული ობიექტების თავად გადარჩენა, ეს არის ჯარი უნდა გადმოწყობილი იყოს მოწინააღმდეგის გადაადგილების ტემპები რომ მინიმალურამდე დაიყვანოთ, ახლა ზედმეტად აქედან როგორც არ უნდა ვიბაქიმბუქოთ, რომ ჩვენ შევაჩერებდით რაღაც თავდაცვითი ზღუდეებით, ეს არ მოხდება. ფედერალისტოვანი ერების ბედი ესეთია, მაგრამ ესეც არა რომ ერთ დღეში გაიარო 100 კილომეტრი და აგეთ საგურამოს მომავალ. ძალიან მოკლედ, ძანეთ შეგვეძლო თუ არა გარკვეული ბარიერების შექმნა, რაზეც ბატონო გიამ ისაუბრა, ხა თუნდაც არ ვიცი ეს ამდენხანს გაგრძელდებოდა და როგორ იქნებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთ დღეში რო არ ჩამოსულიყვნენ იგივეთამდე შეგვეძლო თუ არა ეს. რა თქმა უნდა, ჩვენ უბრალოდ რომ არ მიგვეტოვებინა ის სიძე, ანუ რომ არ ყოფილიყო ის ცნობილი კაპიტულაციის აქტი, რუსები საკმაოდ დიდ დროს მოანდოებდნენ მხოლოდ დაზვერვითი ბრძოლების წარმოებას, ესე რომ ვთქვათ, სივრცის ათვისებას, სანამ განახორციელებდნენ გენერალურ შეტევას. ეს ერთნიშნულოვანია, იმიტომ რომ რუსები არ მოქმედებენ ისე, როგორც ჩვენ ვიმოქმედეთ, ანუ გეგმის გარეშე და ესე რომ ვთქვათ, საერთო შეტევებს, ავანტიურებს ისინი არ განახორციელებდნენ და თქვენ თუ დააკვირდით, ისინი მეთოდურად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეერაგებული ძალებიდან დაცული იყო ტერიტორია, ისინი მეთოდურად ითვისებდნენ ამ ტერიტორიას. ანუ ამას დრო ჭირდება ყოველ შემთხვევაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეგვეძლო თუ არა, ცოტა უფრო შეგვენელებინა? ბუნებრივია შეგვეძლო. ან მოსახლეობა მეტი გადაგვერჩინა, მშვიდობიანი მოსახლეობა არ მიგვეტოვებინა. შეგვეძლო ეს ყველაფერი. არ გადაეწვათ ის სოფლები და არ აეწიოკებინათ ხალხს. მაგრამ პრობლემა შეგვექნა ის, რაც ბატონმა კობამ თქვა, რომ შეცდომა არ გავითვალისწინეთ. თქვათ დავწმეთ ცხინვალის რეგიონი, დავწმეთ იქ გორი და შემდეგ გვისმენთ ესეთ განცხადებას, რომ მთელი შეიარაღებული ძალები წამოყვანილია თბილისის დასაცავად, ანუ თმობდით კასპს, თმობდით ცხეთას, ისე რომ არ ვომოკვდით. ხო, და ვიღაც თბილისს ვამაგრებდით დიღომში, რომელიც გამორიცხულია სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომ კითხვა არსებობს ესეთი, თუ თბილისს ვიცავდით, უბრძოლველად თმობდით კასპს და მის მოსახლეობას ტოვებდით მოწინააღმდეგის კონტროლის ქვეშ, თუ თმობდით ცხეთას, რომელიც მიმაჩნია, რომ თბილისზე ნაკლები დასაცავი ნამდვილად არ არის. შეგეხო მეც გამიჩნდა, რომ დიღომში იყო მობილიზებული. და დიღომში კიდე თბილისი ვერ დაიწვება, ეგ სამხედრო ეს შეკითხვა მასწავლებს იმდრიდან გთხოვთ გისმენთ. პრინციპში შეგვეძლო თუ არა, უფრო მეტად დაგვეცვა თავი. რეალობიდან რომ გამოვიდეთ, როცა მოიშალა მართვა, ამ დროს ერაყიდან ჩამოყვანილი იყო ის პირველი ბრიგადა, ანუ 2000-იანი კონტინგენტი, რომელიც პრაქტიკულად იყო ორგანიზებული, ანუ ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია და აქედან გამომდინარე არ იყო დემორალიზებული. აი ამ ძალების მეშვეობით, მინიმუმ ამ ძალების მეშვეობით ჩვენ გაგვაჩნდა უნარი, რომ ნელ-ნელა უზრუნველყოფა გაგვიკეთებინა ჩვენი მოსახლეობის ევაკუაციის პირველ რიგში და რა თქმა უნდა წინააღმდეგობა გაგვეწია შესაბამისი ის საკმარისი ძალა პლუს საარტილერიო დაჯგუფება, რომელიც ბრძოლის უნარიანი იყო ამ პერიოდში. და რა თქმა უნდა უფრო უკეთეს პირობებში აღმოჩნდებოდით ზავის დადების დროს ვიდრე რეალობაში აღმოჩნდა. მადლობთ კობა, სახოთ იგივე შეკითხვა მე არ დამავიწყდება ჩვენი პრეზიდენტის გახარებული ბედნიერი სახე და ეს არ მალავდა თავის აღწევანებას ნიკოლას სარკოზის მეორე ვიზიტის დროს, როდესაც მან ჩამოგვიტანა ამბავი მედვედევისგან, რომ რუსეთი აი კონკრეტულ რიცხვში გაიყვანდა ჯარს არა კონფლიქტის ტერიტორიებიდან, არა კონფლიქტური ზონებიდან, არამედ დანარჩენი საქართველოსთან. შეგვეძლო თუ არა ჩვენ რომ რაღაცნაირად იგივე შეკითხვა შეგვეკავებინა რუსული ჯარი ისე, რომ მათ დანარჩენი საქართველო არ გადმოელახათ და ესე არ დაეპყროთ ყველაფერი, მოდი ესე ვთქვათ. ნინო, მეგონი ითქვა, მე გამეორება მომიწევს. 11 აგვისტოს მე გია პატარა სპორტული გია ვნახე გორში, სხვათა შორის.
რამდენიმე თავის მებრძოლთან ერთად იყო იქ და მართლა ყველაზე ბოლოს გამოვიდნენ და მე ვხედავდი ჯარები როგორ გამოდიოდნენ და ტოვებდნენ ფრონტის პირა რაიონს. ეს არ იყო უბრალო კანდახევა. ეს ადამიანები აქანცული ბრძოლისაგან ამ 3-4 წლის გადაჯგუფებებისაგან იმის გამო რომ რაც თქვა ყველაფერი ერთად უკეთად წარმოიდგინეთ მართვა არა ის რაღაცა ქაოსურობა ამ ადამიანებს ამის გაკეთება არ შეეძლოთ. სარეზერვო უზრუნველყოფა მათ არ ქონდათ, ნებრივია მე ვფიქრობ, რომ წინააღმდეგობას არანაირი აზრი არ ქონდათ. ჩვენი გაიცნო უკვე დასასრულებლად მე მინდა დაგისვათ ყველა შეკითხვა რა უნდა მოხდეს მომავალში თქვენ გაქვთ გარკვეული რეკომენდაციები ხელისუფლების მიმართ ბატონ ირაკლის სესიას ვკითხავ პირველ რიგში აი იმ სტატიაში რომ ის ფრაგმენტი ჩვენ მომისმინეთ საუბარი იყო იმაზეც რომ ნატოში საქართველოს დაწევრიანება თუ ადრე კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა სხვა დემოკრატიის პრობლემების გამო და სხვადასხვა ამ ტიპის პოლიტიკური პრობლემების გამო დღეს უკვე ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება და არა მხოლოდ ამ სტატიაში საუბრობენ იმაზე ქართული ჯარი რამდენად აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს აგვისტოს მოვლენების შემდეგ არაერთხელ ისმის უკვე ეს შეკითხვა იმ მარცხის შემდეგ რაც დაგვემართა თქვენ როგორ ფიქრობთ შესაძლოა თუ არა ეს აღმოჩნდეს ერთ-ერთი პრობლემა ნატოსკენ იმავე გზაზე ჩვენ წლების მანძილზე გვეუბნებოდნენ რომ გადავდიოდით ნატოს სტანდარტებზე უკვე გადავედით და პრინციპი გარკვეულწილად ეს ასეც იყო რა უნდა გაკეთდეს მომავალში მით უმეტეს როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ რომ ომი არ დასრულებულა ომი გრძელდება პრინციპში ეს შესაძლოა რაღაც პოლიტიკური პოეზია რაღაც ამდაგვარი არ ვიცი მაგრამ შეიძლება პირდაპირაც გავიგოთ რომ პრინციპში რუსეთთან ომის მდგომარეობაში ვიქნებით ალბათ კიდევ დიდხანს. საით უნდა წავიდეს ჩვენი შეიარაღებული ძალები ამის მერე? რა უნდა გავაკეთოთ? საუნინო ნატო არასდროს არ ცხოვდა რომ მაინც და მაინც საქართველოსთან დაეკმაყოფილებინა გარკვეული სტანდარტები რომ გამხდარიყო ნატოს წევრი. არა როგორ არ ცხოვდა? პირველ რიგში ნატო ცხოვდა რეფორმების განხორციელებას განსაკუთრებით ეს შეეხებოდა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას. და შემდგომ ერთ-ერთი თემა იყო სამხედრო კომპონენტი და ამ მიმართულებით შეიძლება ეს პრობლემები არ არსებობდა იმედად ამერსაც იყო თანამშრომლობა ნატოს ექსპერტებსა და თავდაცვის უწყებას შორის და გეგმაზომიერად გარკვეული რეფორმები რომელსაც ნაწილობრივ ითხოვდა ნატო ამას თავდაცვის უწყება ახორციელებდა. რა უნდა გაკეთდეს მომავალში მოდით თავარი კომპონენტი როგორი უნდა იყოს ქართული შეუნა ავაშენოს სახელმწიფო უნდა ავაშენოს დემოკრატიული სახელმწიფო. ეს არის თავარი კომპონენტი, რომელიც შეერაღებული ძალები როგორ უნდა. არა, აქ თავარი მომენტი არის ის, რომ ჩვენ არავის არ გვეყოფა ჩვენი რესურსი იმისათვის, რომ რუსეთის გაუწიოთ სერიოზული წინააღმდეგობა. მინიმუმ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გავხდეთ კოალიციური თავდაცვის სისტემის ნაწილი, მაგალითად ნატოს წევრი. ამისათვის ჩვენ პირველ რიგში ვჭირდება დავუკვირდეთ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას რომ ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული, არის სტაბილური ქვეყანა და მასთან პარტნიორობას აზრი აქვს. იმიტომ რომ ის რაც მოხდა აგვისტოში, ფაქტობრივად მოხდა დასავლეთთან ჩემი აზრით შეუთანხმებლად. რაც თავისთავად ჩვენ ვილახავთ სერიოზულ იმის როგორც პარტნიორი ხარ. ბატონო, აგვისტოს მოვლენებმა პრაქტიკულად წამოაწევტივა ზედაპირზე ყველა პრობლემა არა მარტო ქართული სახელმწიფოსი, არამედ ჯარის. რა როგორ უნდა განვითარდეს ამის მე თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ხოჩერს აქვე ინფორმაცია თქვენთვის ალბათ არის ცნობილი რომ ისრაელმა როგორც მე ვიცი შეწყვიტა საქართველოსთვის იარაღის მოწოდება რუსეთთან ურთიერთობის გართულების შიშით. ჩვენ ალბათ გაგვიჭირდება მომავალში თუნდაც იარაღის შეძენა არ იქნება ასე მე რა ჩემი დილეტანტური ჭკუით და დაკვირვებით ასე დასკვნა გამოვიტანა ყოველ შემთხვევაში რუსეთი ყოველთვის შეეცდება რომ ჩვენ შეიარაღების შეძენაში პრობლემები შეგვექმნას. საერთოდ როგორ უნდა ავაწყოთ ჩვენი ჯარი მომავალში? რომ არის შესაძლებელი თუნდაც გაწევის სისტემა და მთელი რიგი ქართული პოლიტიკა საჭიროებს სიახლე. ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი ამ წუთისთვის სრულად. ჩვენ ვკარგავთ სამხრეთ ოსეთს, ანუ სამაჩაბლოს სრულად. ის მოლოდინი რომ დღეს დახმარება შემოვა 3 წლის განმავლობაში 4 მილიარდი სიხარული რომ ქვეყანაში რაღაც ნაწილი მოსახლეობის გავხდებით იქნება მარცხრები და შიმშილი აღარ იქნება საცხოვრებელი ბინები ეს არ გვაკმაყოფილებს აქ ჩვენ და ეს არ უნდა აკმაყოფილებდეს რა თქმა უნდა თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებულ ძალებს ეს არ არის თუ ამ ეტაპზე კიდე ისტორიის ამ ეტაპზე ჩვენ თუ კვლავ დავკარგავთ იმ მიწათმოქმედებას და